დაიჭ ველი სახე და ბოსელი დაგეცა? არ დავიბადე 7 მომშვილები გავიზარდე ამ სახში. ბოსელი იყო კიდე საღოლი, საესა, სამცხრელო, საქათმე. ყველაფერი ერთად მოყვა და დაიჭ. სახანძრო რამდენ ხანში მოვიდა? სახანძრო ახლა ისე რო თქვა, როგორც დავრეკე მასშტაბი გამოვიდნენ, მაგრამ პადიონებია ძალიან დიდი და 9 საათს მოუნდნენ მაინც მოხდა. სამდურავი არ არის, ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ჩააკრეს. კორბოულში ყოფილიყო, ამდენი რამე არ მოხდებოდა. დიდი სოფელია კორბოული. ამის მოთხოვნა ჩვენ ქონა ყველას ძირითადად, მაგრამ არ გადაწყდა ბოლომდე. ზარალი რამ დიდი ზარალი მიიღეთ? ზარალი ახლა ის რაც ქონა თივა მოტანილი, იმის ქონა გამომსილი. ზარალი თავისთავად შენობა ნაგებობაა დამწვარი და სიგრძე რაც ქონა ის ამპლოტი, მურაბა, რა ვიცი, რაც ქონა. მეუღლეს და დაზაპასებული დაფიჭებულია ყველაფერი. პირუტყვი გამოიყენეთ? პირუტყვი გოჭი იყო დამწვარული, ეს გამოასაერა, დანარჩენი გაიხონდა ყველაფერი. თუ იყო ვინმე მოსული იყვნენ მუნიციპალიტეტიდან? კი, იყვნენ და ვითხრეთ, რომ დაგეხმარებით. ვინ იყო მოსული? გამგებელი იყო. ხო, გამგებელია ვინ? ზურაბ ცერცვაძე? არა, ვახტანგი კაპანაძე. ადგილობრივი გამგებელი, სოფლის თემის რწმუნებელია საუბარი, ხო? რავი, დაგეხმარებითო, სხვა არაფერი არ ვთქვი, არც დავლაპარაკები ვარ მე ისე. ვიცი დაგეხმარება? ზაგითი. არ ვიცით რით დაგვეხმარება. კი, შევკვირდა. და როგორი იმედი გაქვთ ახლა თქვენ? რა ვიცი, აბა მე არავის იმედი არ მაქვს, ჩემი თავის და ჩემი ოჯახის იმედი მაქვს, რომ უნდა შეძლო და გააკეთო ისევე. აქედან რა დროსაც არ უნდა გავიდეს, ცეცხლი როცა გაჩდება, ხო იქ გადარჩა რაღაც ნაწილები, მე ვარ მეორე ხოდი ვზღოლი სახანძროში, პირველი მანქანა რო ავიდა, მე გამომიძახეს მეორე მანქანა დასახმარებლად. და 2 წუთში ახლა ნამდვილად ვერ აფრინდებოდა სამხითიანი კამაზი კორბოულში. Просто именно იქ რაც რეალური იყო ის.